ხდება ტრადიციული ნაბეჭდი მასალა. წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, გარეთ პლაკატები, აფიშები, სარეკლამო დაფები. ჩვენ უამრავ ინფორმაციას ვიღებთ ამ ტექსტებიდან. როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას? ჩვენ ამ ტექსტებს ვეხებით. თითოეულ ტექსტთან შეხება არის სრულიად კონკრეტული, ცალკე აღებული მოქმედება. ამ დროს ტექსტი ზემოქმედებს მკითხველზე და მკითხველი ზემოქმედებს ტექსტს. კითხვა არის იმგვარი ურთიერთობა მკითხველსა და ტექსტს შორის, რომელიც ადამიანში აზრების, ემოციების, წარმოდგენების დაბადებას იწვევს. ეს არის რთული, სინთეზური და კომპლექსური პროცესი. კითხვის მოტივაციაზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია თემისადმი ინტერესი. ცხადია თუ თემა მოსწავლეთათვის საინტერესოა, ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ტექსტის სირთულე, წინარეცოდნა, მკითხველის თავდაჯერებულობა, უსაფრთხო გარემო და ასე შემდეგ. ხანი რა არსება? რომელიმე თუ მჯდარა ცხენზე? ადეკვატური ტექსტის შერჩევა და მისი შინაარსის გარშემო ცოცხალი დისკუსიის გამართვა გაგება გააზრების ძირითადი საყრდენებია. კითხვისას აღძრული ემოციების, შეკითხვების და შეხედულებების ინდივიდუალური თუ ჯგუფური ანალიზის დროს გაგება გააზრება ხშირად უფრო სასურველ სიღრმეს აღწევს. თევზებით უყავს ვინმე სახში. კითხვის სტრატეგიების გამოყენება წაკითხვამდე, წაკითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ საგრძნობლად აუმჯობესებს გაგება გააზრების უნარს. კარგი მკითხველი თვითონაც ხშირად იყენებს მსგავს სტრატეგიებს ტექსტის წაკითხვის პროცესში. ის ეხმარება მოსწავლეებს ინტერესით ჩაერთონ კითხვის პროცესში. უკეთ გაიაზრონ წაკითხული ტექსტი და მიღებული ცოდნა ეფექტურად გამოიყენონ განსხვავებულ კონტექსტში, სხვადასხვა დავალების შესრულების დროს. გაკვეთილისთვის მასწავლებელმა შეარჩია საინფორმაციო შემეცნებითი ტექსტი ზღვის ცხენთევზას შესახებ. ცხენთევზას მახასიათებლები ცნობის მოყვარეობას აღუძრავს ბავშვებს, რაც კითხვის სწავლების დროს მოტივაციის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. ესენი წინას არ გვანან. სხვა სახეობაა, შენ ესე მგონია. შეიძლება ისე საინტერესო. გაკვეთილის გეგმაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიზანი. მოსწავლეებმა მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება ცნების რუკის გამოყენებით. შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება მონიშნების გამოყენებით. გაიმდიდრონ საბუნებისმეტყველო და ზოგადი ლექსიკური მარაგი. მიღებული ინფორმაცია და ცოდნა გამოიყენონ ზეპირ თუ წერით აქტივობებში. დასახული მიზნების მისაღწევად მასწავლებელმა რამდენიმე ეფექტური მეთოდი შეარჩია. ჩამოთვლა დაწყვილება გაზიარება, ცნების რუკა, ტექსტის წაკითხვა მონიშნებით და 3-2-1. ამ გაკვეთილს სამფაზიანი სტრუქტურა აქვს. წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. როგორც უკვე ვიცით, სამივე ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შემეცნებითი ქმედება ხორციელდება. პირველ ფაზაზე მნიშვნელოვანია კითხვის მოტივაციის გაღვივება. კითხვისადმი ინტერესი ხშირად ბუნებრივად არ აღმოცენდება. ამიტომ მასწავლებელმა საგანგებოდ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ყველა მოსწავლეში გააჩინოს სურვილი და ინტერესი წასაკითხი ტექსტისა თუ მასალის მიმართ. ცნების რუკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის წაკითხვამდე მასწავლებელმა გააცნოს ან შეახსენოს მოსწავლეებს ტექსტზე მუშაობის სტრატეგია. ჯერ გავიხსენოთ რა არის ცნების რუკა. მე ერთხელ კიდევ გაგახსენებთ. ეს არის სქემა, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის ორგანიზებაში. ანუ ასე სათითაოდ ქაოტურად ჩამოყრილ ინფორმაციას ახლა ჩვენ გავუკეთებთ ორგანიზებას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო უკეთ გავიგოთ და გავიაზროთ ცხენთევზას შესახებ ბევრი რამ. აბა დავაკვირდეთ ახლა ყურადღებით და შევეცადოთ ამ ინფორმაციიდან ისეთი სახის ინფორმაცია დავაკავშიროთ ერთმანეთთან, რომელსაც და ერთ სათაურს მოვიფიქრებდით. გრძელი რომ არის და დახვეული. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა ცნების რუკა, რომელსაც ინფორმაციის ორგანიზებისათვის ვიყენებთ. ეხლა ჩვენ შევქმნით ცნების რუკას. და შევეცადოთ, რომ ეხლა გავაერთიანოთ ერთი და იგივე სახის ინფორმაცია. ის რომ აქვს ცხენს კუდი, რაში შეიძლება ჩავწეროთ?
ცხენთებსაც გარეგნობა, როგორ გამოიყურება, არა? გადასარევია. მასწავლებელი პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელს მიმართავს. ის ჯერ თავად დაანახებს მოსწავლეებს, თუ როდის და როგორ უნდა გამოიყენონ ეს სტრატეგია. შემდეგ მათთან ერთად გამოიყენებს მას. ბოლოს კი მოსწავლეებს ამ სტრატეგიის დამოუკიდებლად გამოყენებას შესთავაზებს. ცხადია, ყველა ამ ეტაპის გავლას ერთი გაკვეთილი არ ეყოფა, მაგრამ ეფექტური დემონსტრირებით დაწყება და მართული პრაქტიკა აუცილებელი საფეხურებია. კიდევ რა გამოგრჩა? ესე იგი დავწერეთ, რომ ზოგიერთ ჯიშს დახვეული კუდი აქვს, არსებობს პატარაც და დიდიც, თქვენი გაადევნეთ თვალი, აბა ვნახოთ. ზოგს ეკლები აქვს, ზოგი ჰქავს ქანდაკებას, ყვითელი ან ფერადი, ბევრი ფერის არ გვხვდება, ფარფლი ზოგს აქვს, ზოგს არა. ინგლისურ ეს გავს, კი ბატონო. კიდევ ნამდვილი ცხენის თავი აქვს. მე მგონი გარეგნობის შესახებ ამოვწურეთ ინფორმაცია. კიდევ რა შეგვიძლია? კვების შესახებ, ჯერ შემახსენეთ ცნების რუკაში ამ როგორ დავასათაურო მისი კვების საკითხი. კვება, კი ბატონო. კი ბატონო. ანუ, მოდით ჩამოვყვეთ ახლა თავიდან ბოლომდე, ხომ არ გამოგრჩა რამე, რაც არ შეგვიტანია ჩვენი ცნების კარგი მოსაზრება შეგვიძლია, რაც დავწერეთ ის წავშალოთ. ან როგორ შეიძლება რომ მოვნიშნოთ? პლუსი დავუწეროთ. კარგი, დავუწეროთ პლუსი. ცხენთევზა ზოგიერთ ჯიშს დახვეული კუდი აქვს. დავწერეთ? ვიწერია. ზოგიერთ სახეობას ეკლები რომ აქვს? წყალში ბინადრობსო? არ გვიწერია. ჯერჯერობით მინუსი დავწეროთ და მოვიფიქროთ, სად შეიძლება ჩავწეროთ. ცხენთევზა იკვებება ჭიაღუებით. სხვადასხვა ჯიშის რომ არსებობს? ეს არსად არ დაგვიჯგუფებია. გარეგნობაში ჩავწეროთ? როგორ? დაწოლილი არც ეს თვისება ხომ არ არის შენი? თვისებაა უბრალოდ, რომ დაწოლილი არ ცურავს. მოდი დავწეროთ. კი ბატონო, ნახეთ ორი ცება უკვე ვიცით რომ დაწოლილი არ ცურავს და თანაც სწრაფად რომ ცურავს. აბა მომანიშნინეთ სად არის საწერია? ანუ კი ხო ვერ დამეხმარები, მომანიშნინე საწერია, აბა? მოდი მომანიშნინე. აბა არ ცურავს დაწოლილი. კარგი, მადლობ. მე კიდევ სად არის სწრაფად რომ ცურავს? კი ბატონო, დიდი მადლობა. აბა მინუს სად ვიპოვით კიდევ? წყალში ბინადრობს. ეს სად შეიძლება ჩავწეროთ? ცხოვრება. ანუ საცხოვრებელი რა? საცხოვრებელი ადგილი, საცხოვრებელი გარემო. ვნახოთ, კიდევ ორი მინუსი აღმოვაჩინე მე, აბა? ტასო, რა ვაკ რა გვიწერია? ცნების რუკის შევსებით მთავრდება გაკვეთილის პირველი ფაზა, ტექსტის წაკითხვამდე. ამ ფაზაზე განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება მათთვის უკვე ნაცნობი ინფორმაციის გახსენებასა და გააქტიურებაში. ეს ფაზა მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებაში და გაკვეთილის მიზნის დადგენაში. მოსწავლეების მიერ მათი წინარეცოდნის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი აფასებს, რამდენად კარგად ესმით მათ განსახილველი საკითხის არსს. და მოდით ახლა გადავიდეთ უკვე ტექსტის კითხვაზე. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წაკითხვამდე ფაზისთვის დაგეგმილი აქტივობები არ არის საკმარისი წაკითხვის ფაზაზე გადასასვლელად. ასეთ დროს მასწავლებელმა უნდა მოიშველიოს დამატებითი ხერხები ან რესურსები იმისთვის, რომ წინარეცოდნა გაააქტიუროს. ეს შესაძლებელია გაკეთდეს ნაცნობ ფილმზე საუბრით, განვლის ზღაპრის შეხსენებით, რეალურ გამოცდილებაზე მინიშნებით, დამატებითი თვალსაჩინოების ჩვენებით, ან თუნდაც საკუთარ გამოცდილების გაზიარებით. ამიტომ, რაც უფრო ეფექტურად მოახერხებს მასწავლებელი ამის განხორციელებას, მით უფრო სასურველ შედეგს მიიღებს. მაგრამ შევთანხმდეთ, როგორი პრინციპით უნდა წავიკითხოთ ეს ტექსტი.
მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეები მიაჩვიოს კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას. დროთა განმავლობაში ისინი კითხვის პროცესში უკვე თავად მიხვდებიან, რომელი სტრატეგია, როდის და რისთვის გამოიყენონ. გავიგეთ როგორ კითხულობთ? ვინმე შეკითხვა ხომ არ აქვს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვეს მოცემულ გაკვეთილზე მასწავლებელმა შეარჩია ნიშნების დასმის ძალზე გავრცელებული სტრატეგია, რომელიც ეფექტურია ინფორმაციის ორგანიზების თვალსაზრისით. თუმცა შესაძლებელია შეირჩეს კითხვის სხვა სტრატეგიები, მაგალითად, კითხვა და გაგება წყვილებში. ეს ეტაპი ერთგვარად შეამზადებს მოსწავლეებს გაკვეთილის მესამე ფაზის წარმატებით დასაძლევად, რომლის მიზანიც არის მოხდეს ძირითადი იდეების შეჯამება, ჩამოყალიბებული მოსაზრებების გაზიარება, უკვე მიღებული ცოდნის და კითხვის სტრატეგიების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა იმგვარად დაგეგმოს წაკითხვის შემდგომ საფეხურზე განსახორციელებელი აქტივობები, რომ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ არაერთხელ მიუბრუნდნენ ტექსტს, ხელახლა წაიკითხონ, ან ხელახლა დაწერონ, რადგან რაც უფრო ხშირად კითხულობს ან წერს მოსწავლე ტექსტს, მით უფრო უკეთ და ღრმად იგებს და იაზრებს მას. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს და მასწავლებლის დახმარებით შეეცდებიან დააზუსტონ მათთვის ნაცნობი თუ გაუგებარი ადგილები, იწყება გაკვეთილის მესამე ფაზა. მოდით ახლა მას შემდეგ, რაც ყველა დაამთავრებს ტექსტზე მუშაობას, მასწავლებელი სხვადასხვა ტიპის შეკითხვებით ცდილობს შეაჯამებინოს წაკითხული და დააზუსტოს, რა იყო მოსწავლეთათვის ახალი და საინტერესო, რა გაუგებარი და ასე შემდეგ. ნავდით ვენიშნით. უკვე ნაცნობი ან ცოტა მასწავლებელი ცდილობს თითოეულ შეკითხვაზე პასუხის შემდეგ მიუბრუნდეს თავდაპირველად შექმნილ ჩამონათვალს და მოსწავლეების დახმარებით ჩაასწოროს ან ჩაამატოს ინფორმაცია. შეახსენებს მათ, რომ აქ თავმოყრილი გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით ისინი საბოლოოდ დააზუსტებენ და შეავსებენ ცნების რუკას ტექსტის გააზრების შემდეგ. ცხენთევზას მეცნიერულად რა ქვია? ცხენთევზა იგივე რა ყოფილა ილია? სახელწოდება თურმე ასე ითარგმნება. ნინა გისმენ? გზადაგზა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს განმარტონ, როგორ შეძლეს ძირითადი აზრებისა და დეტალების დადგენა ტექსტში. ამით მასწავლებელი ცდილობს მიაჩვიოს მოსწავლეები გააკონტროლონ საკუთარი აღქმის უნარი. ურჩხული რატომ არ? შენ როგორ მოსაზრება გაქვს? აბა ვინმე ილია, შენ ხომ არ გონია, რატომ შეიძლება იყოს ურჩხული? უცნაური გარეგნობა რომ აქვს, შეიძლება მაგიტომ. რატომ შეიძლება ცხენი ურჩხული ერქვას? გარეგნობის გამო დათში გვეუბნება პირველ რიგში. კიდევ გიგი. შენი აზრითაც გარეგნობის გამო შეიძლება. კარგი. შეიძლება იმიტომ რომ ესა ცხელის სივრცეში რომ არსებობს ის ურჩხულები, რაღაც უცნაური ქმედებები იმასთან ერთად შეხოს. რა? შეიძლება ისე რა უცნაურია, მაგაზე არ მიფიქრია. ტექსტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ჩამონათვალში გაკეთებული ჩასწორებებისა და დამატებების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ცნების რუკას. მასწავლებლის დახმარებით ბავშვები ცდილობენ ავტორის მიერ გადმოცემული დეტალებით შეავსონ და ჩაასწორონ წაკითხვამდე ჩამოწერილი ინფორმაცია. ამგვარად ცნების რუკას საბოლოო სახეს აძლევენ. რუკაზე როგორ დავაჯგუფეთ ეს ინფორმაცია და დავახარისხეთ, ხედავთ? ის რაც ქაოტურად ქონდა ჩამოწერილი, ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ ორგანიზებულად დავიმახსოვროთ. ანუ როგორ გამოიყურება, რა თვისებები აქვს, რამდენი სახეობა არსებობს თურმე, როგორ იკვებება, საცხოვრებელი გარემო სადა აქვს და როგორ მრავლდება. მე მგონი ყველას დაამახსოვრდა უფრო დეტალურად ამ ცნების რუკის დახმარებით რა. ამ გაკვეთილზე ნაჩვენებია ცნების რუკაზე მუშაობის მოდელი, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ცდილობს შეავსოს სქემა. ანუ ეს არის სწავლების დროს მასწავლებლიდან მოსწავლეზე პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მეორე ეტაპი. ამ დროს მასწავლებელი აგრძელებს მოდელირებას, სვამს კითხვებს, კარნახით და რეპლიკებით ეხმარება მოსწავლეებს დავალების შესრულების პროცესში.
როგორც ვიცით, შემდგომ ეტაპზე დავალების შესრულებისას მოსწავლეები უფრო საკუთარ თავზე ხდებიან დამოკიდებული ვიდრე მასწავლებელზე. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამ გაკვეთილზე მასწავლებელთან ერთად კარგად გაიაზრებენ ცნების რუკის შექმნის პრინციპს, მომდევნო გაკვეთილებზე უკვე თავადაც შეძლებენ მის შექმნას როგორც ჯგუფში, ისე ინდივიდუალურად. საინტერესო ახალი ან თუნდაც ძველი ინფორმაციიდან გაკვეთილის ბოლო შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეები ასრულებენ წერით დავალებას. მასწავლებელი სთხოვს მათ გაიხსენონ და ჩამოწერონ 3 რამ, რაც ახალი იყო, 2 რამ, რაც ყველაზე მეტად დააინტერესა და 1 შეკითხვა, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის გაცნობის შემდეგ. მათ შეუძლიათ იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. მესამე ფაზაზე კითხვისა და წერის ინტეგრირება ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საუბრისა და წერის გზით გამოხატონ ტექსტის წაკითხვის შედეგად აღძრული შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. ამგვარად, კითხვის პროცესის 3 ფაზაზე განვრცობა რამდენიმე მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანის შესრულებაში გვეხმარება. ერთი, რომ მოსწავლეები მოტივირებულად იწყებენ საკითხის შესწავლას, ინტერესით ეცნობიან ტექსტს და წაკითხვის შემდეგაც ინტერესით ცდილობენ ცოდნის გაღრმავებას. ასევე ისინი მიზნობრივად იყენებენ კარგი მკითხველისათვის დამახასიათებელ უნარებს და სტრატეგიებს. აქტიურად ცდილობენ დაუკავშირონ ახალი ინფორმაცია საკუთარ გამოცდილებას და რეალურ ცხოვრებას. არ კმაყოფილდებიან ზედაპირული გაგებით და ცდილობენ წაკითხulis შემდეგაც გააგრძელონ შინაარსის გააზრება, ინფორმაციის დახარისხება და ცოდნის განმტკიცება. საშინაო დავალებად მინდა გთხოვოთ, რომ იფიქროთ იმ შეკითხვებზე, რომელიც გაგიჩნდათ, შეეცადოთ, ვისაც დაებადა შეკითხვა მოიძიოს. ცხადია, ამგვარად დაგეგმილ გაკვეთილებში ჩართულ მოსწავლეებს უფრო მეტი სურვილი, ინტერესი უჩნდებათ კითხვის მიმართ და თანდათანობით კარგ მკითხველებად ყალიბდებიან. ამ თემებზე მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.